კარგი ნიგა, წავიდეთ. დილის გამოხნევებელი ვარჯიში. მეგობრებო, არავის ღამი არ გეგონოთ. დილის 7 საათია დაახლოებით. მალე ავდექი დღეს უფრო. ჩემ ბუკაძეზე კიდევ 50 სანტიმეტრი თოვლი დევს. არ ვიცი რას ვიზავ, მაგრამ მაინც დავქოქავ მეგობრებო, მაინც. ჯერ ქვემოთ ჩავიბენ, მერე ზემოთ. Superi. Zavida. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10. ჩადი, ამოდი. ცივა, მაგრამ არ ვიმჩნევთ მეგობრებო, არ ვიმჩნევთ. თოვდა მთელი ღამე. გზა უკვე გასუფთავებული აქვთ. დიდი მანქანა. აივლის, ჩაივლის. ჩვენ სოფელში მხოლოდ 2 გზა არსებობს. ზევით, ქვევით. დილის გამოხნევებელი ვარჯიში შევასრულე უკვე. შესანიშნავად ძალიან კარგი იყო, გამხნევდი და ენერგიაზე მოვედი რა. თოლზე არ ვზივარ, მინდა გითხრათ, ქვემოთ დაფენილი მაქვს. ტილო, დღეს დაპირებულად გიდას მივდივართ. ვულკანურ წყლებზე მეგობრებო, ძალიან ბევრი კომენტარი დაიწერა. წადი, დაგვათვალიერებინე, ეგ ადგილი გვანახე, ვულკანური წყლები და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კომენტარი იყო, ამიტომაც წავალ დღეს მაგ ადგილას და ისე მოგეწონებათ, რომ შეიძლება ხვალე აქ ჩამოხვიდეთ, დავიდეთ ეგრე თქვათ რა. ეხლა შევალ, თავს მოვიწესრიგებ, სახლს დავალაგებ და დილის საუზმეს მოვამზადებ ისევ და ისევ ჩვენ უგემრიელის ბლინებს და ფორთოხლიწვეს მეგობრებო. უნიკალური და განუმეორებელი და უგემრიელის და ყველაფერი ერთ. ჩემი ბუგატი მეგობრებო, ნახეთ რა მხელა თოვლია დევს ზემოდან. ვაუ, საწოლი ყოველთვის უნდა გავასწოროთ იდეალურად. არ უნდა დაგვეზაროს. ხებს დავხედო, რომ სწორად იყოს. ყოველთვის რომ იდეალურად იყოს დალაგებული ჩვენი ოთახი. ეხლა შევუდგებოდი ბლინების გაკეთებას, მაგრამ მაცივაში რომ შევიხედე, ხილი საერთოდ აღარ მქონია დარჩენილი. ამიტომ ეხლა ავდგები და ეგრევე დავეშვები მაღაზიაში, ვიყიდი ბანანს, ფორთოხალს და ასევე დაგათვალიერებინებ. ჩვენ მაღაზიას, თუ როგორი მაღაზია გვაქვს სოფელში, ერთ-ერთ მაღაზიას დაგათვალიერებინებთ და გაოცებული დარჩებით, ასე რომ ვთქვათ. ჩამოვედი მაღაზიასთან მეგობრებო, შეხედეთ როგორ გამოიყურება, ისეთია როგორც ქალაქში. ჩემი ბუგატი. კარგი, ეხლა შევალ და შიგნიდანაც დაგათვალიერებინებთ, თუ როგორ გამოიყურება. რაც გინდა, სულო და გულო. ყველაფერი არის, ყველაფერი. ისეთი არაფერი არ არის, რომ მოგინდეს და ვერ უშოვო. შანსი არ არის, გამორიცხულია. კომპოტები, წილები. ესეც ასე, ეხლა დავასხოთ ბლინი. დავიდა, შევავსოთ, ცოტა გავაქანაოთ და დავდოთ. დაახლოებით 2 წუთი, რომ მე ამოვატრიალო.
ნახეთ. სუპერი. ბლინი მზად არის. 4 ცალი ბლინი მოვამზადე, ახლა გადმოვიღე ამ ერთს. პირველ რიგში წავუსმე ნუტელას, მეგობრებო. აი ესე. ზემოდან დავაწყობ ბანანს. 1 2 3 5 6 მაისია გადმოვკეცავ ერთხელ მეორეჯერაც და ესეთი შვენიერი ბლინი გამოდის. ამ პროცესს გავიმეორებ იმ 3 ბლინთანაც და მე დავწურავ ფორტოხლის წვენს. ფორტოხლებს გავჭრი შუაზე. აი ესე. ზუსტად 4 ცალია საკმარისი, რომ ერთი ჭიქა ფორტოხლის წვენი აივსოს და შეუდგები ახლა ამ პროცესს. აი მეგობრებო, ნახეთ. განასკნელი პორტოხალი. ესეც ასე მეგობრებო, პორტოხლის წვენით დავწურებთ. მეგობრებო, ჩვენი საუზმე მზად არის. ველოდებით ოფიციანტს, რომ წაიღოს ჩვენი საუზმე თქვენთან. პირველ რიგში გემო მაინტერესებს მე როგორი გამოვიდა. ამიტომ რა ნაზია. ძალიან ნაზია მეგობრებო, ძალიან. ბოლომდე შევჭამ ეს. ფაფუკი, უნაზესი, უმაგრესი, უმარტივესი, უგემრიელესი. მეგობრებო, მეგობრებო, დღეს ვაპირებ გოგირდის წყლებში წასვლას, ვულკანურ წყლებში ასე რომ ვთქვათ. 40 გრადუსია წყლის ტემპერატურა, ისეთი ცხელია და ალბათ ნახეთ გარეთ როგორი ამბავია, თოვლი, სიცივე, ყინვა და ის ადგილი, სადაც უნდა წავიდე, არის მთებში. და წარმოიდგინეთ ახლა იქ როგორი თოვლი და ყინვა იქნება და სიცივე ზემოდან. მანქანისთვის ნათქვამი მაქვს, სოფლის ბოლო თავში, ასე რომ ვთქვათ, დამელოდება, მანქანით წავარ, ფეხით იმხელა გზას უბრალოდ დროს დავხარჯავ. კი წავიდოდი, მაგრამ ძალიან დიდ დროს დავხარჯავ და შეიძლება დამიღამდეს კიდეც. მაღალი თოვლის გამო მანქანები მიდიან და მოდიან. ამიტომ ძვირიც არ არის. ეს იქნება შენი ჩელენჯი. ჩამოხვიდე, იბანაო ისეთ ადგილას, სადაც მეფეები ბანაობდნენ. და თუ შეასრულებ ამ ჩელენჯს, შენც მეფე იქნები უკვე. აბა შენიცი, წარმატებები. მე კიდე ჩემ ბლინებს დავამთავრებ ხა და შეუდგები ამ მოგზაურობას.
ამოვედით სოფლის თავში, ეს არის ჩვენი მანქანა, რომელიც ვულკანურ წყლებზე წაგვიყვანს. ჩემი ბუკატი უკვე ვეღარ გაწუდება ამდენს, ამიტომაც ამ ბუკატით წავართ. 4-ვე ბორბალზე ჯაჭვები აქვს მომმული. განახებთ გზასაც, თუ როგორ გაივლის ჩვენი მეორე ბუკატი. ვაუ, მეგობრებო, შეხედეთ, რა მაგრად გამოიყურება ეს მანქანაც. ერთი ცალი უნდა ვიყიდო ასეთი. დამიწერეთ კომენტარებში თქვენს თუ გინდათ ასეთი. დავიძარით მეგობრებო, შეხედეთ როგორი თოვლია. ესეც მეორე მხეცი მანქანა. ვაუ, ნებისმიერ ჯიპს და ნებისმიერ მაღალი გამოვლობის მანქანას აჯობებს. 100%-იანი. აქ ჩამოსვლას თუ გადაწყვეტ, შეხედეთ როგორი მოგზაურობა გვაქვს, როგორი თავგადასავალი. უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით. საოცრება. ფეხით მოსვლა უბრალოდ დიდი დროის ხარჯვაა უკვე რა. ძალიან ძვირიც არ ღირს. მანქანას დაიქირავებ, წამოგიყვანს, დაგელოდება და ისევ წამოდაგაბრუნებს სახლში. როგორც ხედავთ მეგობრებო, ნაკვალები არის. წარმოიდგინეთ, იმდენი ხალხი ჩამოდის, რომ სულ ამ გზაზე დადიან. და ამიტომაც თითოეულობა არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ აქ წამოიყვანო ხალხი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სეზონზე. აჰა, რა მშვენიერია მეგობრებო, რა ლამაზია აქაურობა, ნახეთ. ჯერ მივუახლოვდე, ძალიან რთული გზა არის, მაგრამ ეს ჩვენ ვერ შეგვაჩერებს. ნახეთ, კლდეში უნდა შევიდეთ. აი აქედან კლდეში უნდა შევიდეთ და იქ არის ცხელი წყალი მეგობრებო. კიდე ერთი ხიდი დამჭა გასავლელი
ამას გადავივი თქვენთან ერთად. წავიდეთ აბა. რა შენია? აქ არ ჩაუვარდე. კარგია. აი მეორეს გამოჩნდა. მიუახლოვდები. როგორი სუნია, იცით მეგობრებო, გოგიზის საბანოებში როგორია ხოლმე. აი ეგეთი სუნი დგას სულ. აი მეგობრებო, ესეც მეორე ადგილი, ასე რომ ვთქვათ, გოგოებისთვის გაკეთებული აქვს ცალკე. ესე ამოდიხარ, ადიხარ მათ და შედიხარ შიგნით. ძალიან მაგარია. ესე განახებთ ახლა ქვემოდანაც. ჩავიდე. ვაუ, მეგობრებო. სუპერი. აი ორთქლიადის შიგნით ჯაკუზია გაკეთებული და ახლა განახებთ თუ როგორ არის გაკეთებული. გვერდით კიდე ესეთი ცივი წყალი მოდის. მე აქ წამოღებული მაქვს მოჰიტოს მოსამზადებლად პროდუქტები. აქ გვაქვს ჩვენ პიტნა, ლიმონი, ბაკარდის, ასე ვთქვათ, ალკოჰოლური სასმელი. დავიწყოთ მომზადება, რა თქმა უნდა. აი პიტნას აი ესე დავჭრი, აი ესე ამას გადავაგდე. დავჭრათ მაქსიმალურად. აი ესე წვრილად, ძალიან დიდადაც არა რა. ძალიან დიდია, მაგრამ არა უშავს რა. კარგია. კარგი. აი ესე მეგობრებო, ეხლა აი ამაში ჩავყრით ამ ყველაფერს. ნახეთ, ავიღებ და ჩავყრი. საკმარისია, ამას გადავწმინდავთ. გავჭერთ ლიმონი ექსტრემალურად. მომამზადოთ ახლა ჩვენი მოჰიტო. აი, ჩავყრათ. ესეც ასე მეგობრებო, შეხედეთ რა მშვენიერია. ესეც ასე. კიდე გვინდა ლიმონი, რომ ბევრი წვენი გამოვიდეს მეგობრებო, ბევრი წვენი. ესეც ასე. ბოლოსთვის შემოვინახავ, ესე წვენს დავუწურავ, რომ ადვილად დავჭყლიტო ახლა. ესეც ასე მეგობრებო, ახლა შეუდგები მე ამის დაჭყლეტვას. აი ესე, აი პიტნაში, ლამაზად. მოჰიტო ბუნების პირობებში უსწრაფესად თუ გინდათ. აი ესე. ამაგარია. პიტნას ლიმონს ერთმეტში ახლა აუჭყლიტავ. აიჭყლითა მეგობრებო უკვე. ახლა ჭიქაში ამას გადავწურავ. ამას დავდებ გვერდზე ახლა. რა მაგარია რა. წვენი უკვე მზად არის მეგობრებო და ახლა დავასხავ ბაკარდის. აი ესე. არ ვიცი რამდენი დავასხა, ამიტომაც თვალის ზომით დავასხავ. აი საკმარისია. ალბათ სუსტად იმდენი დავასხი, რამდენიც საჭიროა და ახლა ამას სჭირდება სპრაიტი მეგობრებო. მოსარევი წამოღებული არა მაქვს, ამიტომ ამითვე მოვურევ. აი ესე მეგობრებო. დავიდა. ვაუ. შვენიერი მეგობრებო. და ახლა გვჭირდება ყინული. ცოტას მოვიტან და ჩავყრი. აი ესე ჩავტეხავ, აი 1 2 3 და ესეც 4. დავიდა ყინული თავის საწვრთთან ერთად. ოდით მეგობრებო, ცხელაბანოებში გაკეთებული მოჰიტო, აბა გავცინოთ. ვაიმე რა მაგარია მეგობრებო. ესე უნდა გავაკეთო როგორც ვიცი. აიცადეთ 1. კარგი. ამას გავჭრი ახლა კიდე აი ესე და ჩავდებ. ესე ჩვენი მოჰიტო მეგობრებო, ექსტრემალურ პირობებში მომზადებული მოჰიტო. უგემრიელესი, ვფიქრობ რომ უგემრიელესია. ვაუ! რესტორნებში არ აძლევენ აი ესეთ გემრიელს მეგობრებო. ძალიან მაგარი გამოვიდა რა სახი. სუპერი. შეიძლება ახლა თქვათ რომ მიდია, ჩადიო ცივწყალში და იბანავეო. მეგობრებო, არ გინდა. ამის გამკეთებელი ვარ. რა? ვერ გავაკეთებ? მეგობრებო, გეუბნები კიდე, ნუ გამოვცდი. ვერა ხო? ვერ ჩავა ხო? კარგი. აი ამას მე ცოტა ხანში განახებ. ნახოთ ვინ ვერ ჩავა ცივწყალში და ვინ ვერ იბანავებს.
აი ეგრე წავედით მე გავზომავ წყლის ტემპერატურას თერმომეტრი მაქვს წამოღებული ნახავ თუ რამდენ გრადუსს შეადგენს წყალი აი აქ უკვე მინუს მოიცადეთ ჰაერის ტემპერატურა არის მინუს იმატებს -7 მოიცადეთ მოიმატოს -8 კარგი შეიძლება -15-მდე -20-მდე ავიდეთ მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს მე მაინტერესებს წყლის ტემპერატურა ჩავყოფ ახლა ამას მოიცადეთ 1.8 გრადუსია წყლის ტემპერატურა აბა ნიკა შენიც წარმატებები წყლის შიგნიდან გავივლი მეგობრებო აი ესე ვიდი ნიკა შასიარა მეგობრებო აი მე მეგობრებო აი ეგრე წავით არა ისევა მიჩვეული რა ჩემთვის უფრო თბილი ამოსანა მეგობრებო მაგარია თავს რა შედიან რა თავს ვადი ავდგეთ ახლა და წავიდეთ ცხელ კამერა ავიღე მეგობრებო გავდივარ ცხეწყალში ვაიმე ვერ წამოიგეთ როგორი გაყინული ვარ მაგარია მიდი ნიკა მიდი აი შევიდეთ მეგობრებო შევიდეთ მაგარია მეგობრებო შეხედეთ ჯაკუზი ვაიმე მეგობრებო რა მაგარია მეგობრებო ცხელი წყალი 40 გრადუსია წყლის ტემპერატურა აბა ჩემი მოჰიტო კაიფია გაყინა ზედა მხარე უფრო კაია ეს მოუღრევ სუხარი მეგობრებო ზუსტად აქ თამარ მეფე ვანაობდა და გვენს გირჩევთ რომ ჩამოხვიდეთ მეგობრებო და იბანაოთ ისეთ ადგილას სადაც თამარ მეფე ვანაობდა მაგარია ვაუ გარეთ თოს ინულია მე კიდე მაგარ გულაობ რა ასე რომ მეგობრებო ადექით და ჩამოდით იგრძენით თავი როგორც მეფეები გძრომდნენ ვინც აქ ბანაობს ყველა მეფეა აბსოლუტურად ყველა ვაუ ძალიან მაგარია ჩამოდით მეგობრებო იგრძენით თავი როგორც მეფეები ვით ჩემი მოჰიტო მორჭა დამთავრდა აღარ არის დავლიე სულ მაგრამ მეგობრებო მაქვს აქ ხილის ასორტი შეხედეთ მეგობრებო
ხილის ასორტი მაქვს. რამაზად შევექცევი ნენელა. მოგვედით ცევი მდინარე ჩადის. შეგიძლიათ შეყვარებულებიც მოიყვანოთ, პრობლემა არა. აქ არავინ არ შემოვა. მაგარია რა. ვაუ. შეგახედოთ ფაჯიდან, შეგახედეთ აუცილებლად, აი. ეცადეთ. ნახეთ, მეგობრებო. რა მშვენიერია. სუპერი. ჩამოდიხართ და გულაობთ რა. 100%-იანი. რა თბილია, რა ცხელია. ნებისმიერი ხილი მაქვს წამოღებული. ომინდება. შევჭამ რა. მეგობრებო. თავი უნდა იგნორ მეფეებივით. ძალიან ორთქლია, ამიტომაც ჩემი ლინზა ორთქლდება. იორთქლება. აი მეგობრებო. სამეფე ყურძენი. აი ესე უნდა ჩაკლიჩო, აი. მეგობრებო. ძალიან მაგარია რა. ამას ანალოგი არ ყავს თესოფლიოში. ამ ადგილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ წყალს გაუყვები 2 კილომეტრი, ჯერ 1 კილომეტრი. ისეთი ექსტრემალური გზა არის, რომ რამოდენიმეჯერ ვარ ნამყოფი. ჯერ ერთი ჩანჩქერია 60 მეტრიანი. მერე მეორე 2 კილომეტრში 70 მეტრიანი. ჩემ ზემოთ სუკლეებია მეგობრებო. ერთ კვარო ჩამოვარდეს გამსრის ზავს. ვაუ. ვაიმე, უნდა ჩავარდა. ჩვენი გოგი დოვარი წლები მეგობრებო. მაგარი, აი აქ დავხატავ. რა დავხატო, რა ლოგო დავწერე? დავწერ G-ს. G მეგობრებო. G. ასე რომ დღის G მე ვარ. თუ გინდა იბანაოთ ისეთ ადგილად, სადაც თამარ მეფე ბანაობდა, აკეთით და ჩამოდით მეგობრებო.
მოგესალმებით.